Quality ვიტყვი უბრალოდ ქალბატონო ინგა, რომ პირველი ინფორმაცია რაც მივიღეთ ჩვენ, როდესაც გაიხსნა პროცესი, არის ის, რომ ამ საქმეს განიხილავს იგივე მოსამართლე ბუგიანიშვილი, რომელმაც განიხილა კაბელების საქმე, რაც მე ვფიქრობ ძალიან მრავლისთქმელი არის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს კაბელების პროცესი როგორ ტარდებოდა. ბუგიანიშვილი ეს არის ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელიც არის პროკურატურის და ხელისუფლების განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი და ახლა რადგან პარალელი გავლეთ, უკაცრავად თუ შეიძლება მე არ შეგაწყვეტინებ თქვენ შეფასებას მოვისმენთ. მეც თქვი რომ ეს ის მოსამართლეა, მაგრამ ეხლა თქვენ პირდაპირ პარალელი გავლეთ. მას ხელისუფლების ინტერესი, პროკურატურის ინტერესი, მამალაძე იჯდეს ციხეში, აი მთელ ამ ციანიდის საქმეში რაში მდგომარეობს, თქვენ როგორ ფიქრობთ? მოტივზეც გადავალ უბრალოდ რადგანაც ვკითხეთ როგორც იურისტის თვალით, მართლაც საინტერესო იყო პროცესი რომ დავესწარით ჩემთვის, იმიტომ რომ დავრწმუნდი კიდევ ერთხელ რომ ხანდახან ტელევიზიებიდან არ ვიღებთ საკმარის ინფორმაციას, მაგალითად მე ჩემი ყურით მოვისმინე როგორ ითხოვდა პროკურორი რომ პროცესი უნდა დახურულიყო იმის გამო რომ საქმეში იყო გარკვეული ინტიმური დეტალები, რაც სამჯერ გაიმეორა პროკურორმა და შემდგომ უკვე ტელევიზიებით მოვისმინე პროკურორ ციკლაურის განცხადება, რომელიც საუბრობდა რომ თურმე ასეთი რამ პროკურატურას არ უთქვამს. მე ვფიქრობ თქვენ გაქვთ პირველი არხის მიერ ჩაწერილი ვიდეო მასალა და თავისუფლად შესაძლებელი არის მთელი საქართველოს დარწმუნდეს იმაში, რომ პროკურორი იტყუება. მან განაცხადა პროცესზე დამსწრე დაახლოებით 100 ადამიანის თვალწინ, რომ არის საქმეში გარკვეული ინტიმური დეტალები, რაც სრული აბსურდი არის, იმიტომ რომ მამალაძეს ბრალად ედება მკვლელობის მომზადება, ამ საქმის ბრალდების უпростоრად სიუჟეტი ჩვენთვის ცნობილია და მას უნდა დაუდასტუროს პროკურატურა მის რომ ციანიც ყიდულობდა თუ არა, ვისგან ყიდულობდა, სად მიდიოდა, რა მოტივი ჰქონდა, ვისთან რა შეთანხმება ჰქონდა. რა შუაში არის აქ ინტიმური დეტალები ანუ თუ რა შუაში არის აქ ინტიმური დეტალები და მე გეთანხმებით, ყველაზე მძაფრი რეაქცია მაქვს ხოლმე ამ თემაზე, მე გეთანხმებით, მაგრამ ამ შემთხვევაში მაშინ